ამის წინ ერთი თვინახევრის ჯგუფის უკან გამგებელი დეპუტატი ნინო ძლოსანი ადგილობრივი გამგებელი ყველანი იყვნენ აქ თამოყრილები და ეს ხალხი კი არა უფრო მეტი ვიყავით მაშინ ხალხი და დაგვიგვირდნენ წავაგები გაწმინდა დღეს და მოსახლეობას ჩაგვიყვანენ და იქ დაგვიგვირდნენ და გვიცხენ ხო იყავით გას გვიცხენ ჩვენ ხო ნუ დაგავიწყდებოდა და ჩინელსაც გააგებიებ და ყავდა ადვოკატი თავისი ადვოკატი მას და იმ ადვოკატმა თქვა ჩვენ 3 წელი უნდა ვიყოთ აქ ამის გამო ამაში 3 წლის განმავლობაში ჩვენ უზრუნველყოფთ ამ გზის მორწყვას სარწყავი სისტემების დადგმას ამ ჭანჭათის შიდა გზების მოხერხებას მინაიდან თქვენს იმაზე ამას მოგიხრეშავთ ძალიან ადრე სანამ დავიწყებთ აი გზა გოგეთებიო ნაჩხუთამდეო და მე რომ გამოვიხვალთო და სანამ მაგას დაამთავრებთ თქვენო ჩვენო იმას ვიზამთავრებია გავაკეთებთ ამ გზასო ეხლა ეს დამთავრდა ყველაფერი და კიდევ შევიკრიბეთ არავინ არა არიგენ ადგილობრივები მოვიდა და ვიცხენ რომ გვაცალეთ 4 შაბათია დღეს 4 შაბათია იყო და მომავალ 4 შაბათს ყველაფერი გესოდინება ადგილებურმა დეპუტატებმა ვაყურეთ 1 4 შაბათი 2 4 შაბათი 3 4 შაბათი აქ ჭიშკართან არავინ არ იდგა ჭიშკარი არ იყო ვერ დაცესა ხალხმა ყანები არ გაკეთდა არაფერი და მე კიდევ რომ შევიკრიბეთ ახლა თუ კი გვაცლითო ხო სამდღესო თუ კი გვაცლითო მეო ყველაფერი გაკეთდება ახლა ამ თვის დასაწყისში დააყენეს არავინ მარტო ახლა საკონელი საკონელი არ ჩასულიყო შით მაგრამ 10 15 დღე იქნება მე ამ დროში მე ყანა ასესილი ვარ გადარანე კაი ბატონო ეს წევი ეხლა არც გზას გვიკეთებენ არც წყალი შეგვირდნენ არ გვიკეთებენ არც ის სარწყავი სისტემა არა 1500 მეტრი იმის გაღობოა შეგვირდნენ არა არაფერი არა და ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგენი არ ვართ რომ ავტობანი არ გაკეთდეს და საქმე არ გაკეთდეს ჩვენ ვითხოვთ იმას რომ რაღაცნაირად ჩვენს ადამიანები ვართ არაფერი არ გაგვაჩინია ძალიან ცუდად ცხოვრობთ და რაღაცა სახელმწიფომ დაგვახმაროს რაღაცით და ამას ჩვენ არ გავუშვებთ მე 80 წელს ვიღწეული ვარ ჩემი თავი ჯანდაბას რაც იქნება იქნება ჩემი შვილი და შვილიშვილი მინდა დარჩეს სოფელში მე ხვალ დღეს ვარ ხვალ არ ვიქნებ შვილი ხო და მინდა რომ დარჩეს ეს ხალხი ამ სოფელში და აი სოფელი არ გძირძველი სოფელია კარგი ხალხის ამგზდელი სოფელია დღესაც კარგი თაობა იზრდება და არ გვინდა რომ წეიშალოს ეგაა ჩვენი მოთხოვნა მეტი არაფერი არ გვინდა ჩვენ თქვას აბა ვინმე თუ სხვას რამეს ვითხოვთ ფულს ვითხოვთ ვინმეს ვაღაჩაღებთ ვინმეს და იმის ოყოს გაჩერებული თუ რა არა რაც დაგვირდნენ შეგვისურვებთ